სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ადრთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. როგორც ჩანს, 56-ე ნაწილი 2 წლის გამოტოვებით იქნა ჩაწერილი. თუ 2008-ში 2 სესია იქნა გაკეთებული, 2009-ში არ ყოფილა. ეთყობა გადატვირთული იყო თავისი პროგრამით და 2010 წლის 4 აპრილს არის ეს ჩაწერილი. პირველ კითხვას, ორ კითხვას ხოთა შორის თვითონ სვავს ბატონი ჯორი, რომელიც მას დაუსვეს, სანამდე ორგანიზებას აკეთებენ დამხმარე პასტორები, რომლებიც განანკიბეებთან და ამზადებენ ადამიანებს კითხვის დასასმელად. ასე რომ ეს საინტერესო კითხვებია. კიდევაც ცოტათი გაუკვირდა ჯონს თუ ისმოსდეს ესეთი კითხვები, მაგრამ მე მაინც გაცა პასუხი. თქვენ მე მგონი უკვე იცით ამაზე, რამოდენიმეჯერ იყო ამაზე პასუხი გაცემული და მე წავიკითხავ ამ იგავსაც, საიდანაც ეს არის მოტანილი, მათეს სახარების მე-13 თავიდან. იცით, მათეს სახარების მე-13 თავი იწყება თესველის იგავით, იქ ნიადაგზე დათესილი თესლები, მერე მოდის ასევე ხორბლისა და ღვარძლის, შემდეგ არის კიდევ საფუარზე და რამოდენიმე იგავი შესთავაზა და მერე განმარტება, ასე რომ მე წავიკითხავ ზუსტად იმ ადგილს, რომელიც მათ აინტერესებს, ეს არის ღვარძლისა და ხორბლის იგავთან დაკავშირებული და მერე მამას მოსდეს კითხვა დემონებზეც ასევე. მათეს სახარების მე-13 თავის 38 მუხლში ბოროტის ძეებში დემონები იგულისხმება და თუ ეს ასეა, მათაც აქვთ მონანიების შანსი? ეს არის კითხვა. სალამ მოგესალმებით ყველა, სანამდე თქვენ ემზადებით, მე დამისვეს ორი კითხვა და ამაზე მინდა რომ გავცე პასუხი. მათეს მე-13 თავში, როდესაც საუბარია ბოროტ შვილებზე, ბოროტ ძეებზე, ხოლო ადამიანებს გულისხმობს ის თუ დემონებსაც. მე წავიკითხავ ამ ადგილს. სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა, ცათა სამეფო გავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა. ბუნებრივია სატანაზე ელაპარაკი და ის აინტერესებთ, რომ ეს ჩათესლი თესლი, ღვარძლი, ეს სატანო ჩათესა, ეს დემონებია თუ ადამიანები. ახლა ვნახავთ ჩვენ. ჯეჯილი რომ აღმოცენა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები და კითხეს სახლის პატრონს. ბატონო, განა კარგი თესლი არ დათესე ყანაში. ღვარძლი საიდღანა შეერია? მან კი უთხრა მათ, ტერიკაცის ნახელავიას. მონება უთხრეს, თუ გვიბძანებ, წავალ და გავმარგლავთ. მაგრამ მან უთხრა, არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ კისდრომდე, კისდროს კი ვეტყვი მონკელებს. უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეკარით რომ დაწვათ ისინი, ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ. და ამის განმარტებას ამას რომ მოყვება კიდე რამოდენიმე იგავს მოაყოლებს იესო. თუ ჩაიხედოთ და თქვენ თვითონ კიდე მე ყველაფერს ვერ წავიკითხავ და მე განმარტებას მოახდენს ამისას. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და განმარტებას გახსოვთ ხო ყოველთვის აკეთებს მოციქულებთან. რომ მათ გააგებინოს, იმიტომ რომ მისი პირველი სამიზნე არის მოციქულები და ჩვენ, ვინც ქრისტიანები ვართ, ვინც გული შეგვტკივა, ვინც მივიღეთ ქრისტე და იმ ადამიანებს კი დაფარული ამოს იესო, რომ მათ ღმერთმა დაუბრმავა ყური, რომ არ ისმინონ და არ ნახონ, ხო? არ გაიგონ. მაშინ გაუშვა იესო მის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფები და უთხრეს, განგვიმარტე ყანისა და ღვარძლის იგავი. ესე იგი, ეს იგავი რო თქვენ დაიმასოროთ, ამას ქვია ყანისა და ღვარძლის. ის არის თესველის იგავი, რომელიც სხვადასხვა ნიადაგზეა, გახსოვთ ხომ? და იმასაც განმარტავს იესო. მან პასუხად მიუგო, კეთილი თესლის თესველი არის ძე კაცისა. ყანა არის წუთისოფელი, კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლის ძენი ბოროტნი, ხოლო ღვარძლი ბოროტის ძენი. აი ეს აინტერესებდა, ხო? ესე იგი, მტერი რომელმაც ღვარძლი დათესა არის ეშმაკი, კაცუთისოფლის აღსასრულია, მომკენლი კი ანგელოსები არიან. ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასე იქნება წუთისოფლის დასასრულს. წარმოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, იგივე იესო ქრისტე, მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ მაცდურსა და ურჯულობის მონქმედს და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ხრჭენა. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში, ვისაც ყური აქვს, ისმინოს. ეს არის ეს იგავი და პასუხი ესეთია ჯონ მაკარტურის.
ეს მხოლოდ ადამიანებს ეხება, რომ სამეფოში, ღვთის სამეფოში ისინი, ვინც ქრისტეს სახელს გამოაცხადებენ, სამეფოში ზოგადად იქნებიან არაქრისტიანებიც. იქნება მორწმუნეები და ურწმუნოები, იქნება ხორბალი და იქნება ღვაწლი. სწორედ ამაზეა აქ საუბარი ამიგავში. და ჭეშმარიტ ხორბალს უფალი თესავს, ღვაწლს კი სატანა თესავს. მაგრამ ის, რასაც ის გულისხმობს, არის ფაქტი, რომ სატანა თავისი სტრატეგიით ქრისტიანულ სამყაროს ფართო გაგებით ავსებს საკუთარი ქვეშემტოვებით, მაგრამ ისინი ადამიანები არიან. გასაგებია ხომ? ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანობა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა მოქცეულია და გარშემორტყმულია ქრისტიანობის ცრუ ფორმებით და სწორედ ეს არის აქ მხედველობაში. ის ფაქტი, რომ ისინი ბოროტის შვილები არიან, საერთოდ არ გვაფიქრებინებს იმას, რომ ისინი დემონები არიან, რადგან დემონები სინამდვილეში სატანის შთამომავლები კი არ არიან, ისინი სატანის შვილები კი არ არიან. დემონები იგივე არსებები არიან, როგორც სატანა, დაცემული ანგელოზები, მაგრამ სატანამ კი არ მისცა მათ სიცოცხლე და არ გაუჩენია ეს. თუმცა მან ააჯანყა ისინი და წარმართა ისინი ღმერთის წინააღმდეგ. მაგრამ ფრაზა ბოროტების შვილები, ანუ ბოროტის ძეები, უბრალოდ იუდაისტური გზა არის საერთო ბოროტი ბუნების გამოსახატავად. მაგალითად, ეფესელთა წერილის მეორე თავში, ყველა ცოდვილ ადამიანზე საუბრისას პავლე იყენებს ამას. ის ყველას ურჩობის შვილებს უწოდებს. ეს არ ნიშნავს, რომ ურჩობაში გავჩდით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიზიარებთ დაუმორჩილებელ ბუნებას. ჩვენ ვიზიარებთ დაუმორჩილებლობის არსს. ამიტომ, როდესაც ის ადამიანებს ბოროტის შვილებს უწოდებს, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მათ აქვთ ბოროტების ბუნება. ეს არის და ეს, რომ მათ აქვთ ბოროტი ბუნება. იგავში მათ აქვთ ბოროტი ბუნება, რომელიც შენიღულია ქრისტიანული ფასადით და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ქრისტიანობის ცრუ ფორმების შესახებ. შემდეგ კი იმავე ადამიანმა დასვა ერთგვარი დამატებითი კითხვა და იქ არ ვიცი ახლა რას ასწავლიან, სადაც ეს ამას ისმეს და საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე კითხვა ესეთი იყო. იესოს მიერ მოთხოვნილ პატიებაში ის დემონის პატიებსაც მოიცავს? ანუ მათაც აქვს შანსი მიტევების და მონანიების? და ამ კითხვაზე პასუხი არის არა. ჩვენ დემონებთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ჩვენ არაფრის გაკეთება არ მოგვიწევს გარდა იმისა, რომ გავექცეთ სატანას და იმ საქმეებს, რომელსაც სატანა ახორციელებს აკეთებს ამ სამყაროში. ხორციალი ვნება, თვალების ვნება, ცხოვრებისეული სიამაყე. მაგრამ ჩვენ დემონს პირადად დაპირისპირებაში არ შევხვდებით და არ ხვდებით, არ შევდივართ. ჩვენ არ გვაქვს ძალა, რომ ვაპატიოთ მათ. გარდა ამისა, დემონებისთვის არასოდეს შეუთავაზებია ღმერთს პატიება. ისინი ერთხელ ცოდვილები იყვნენ და ამაში უკვე გამყარდნენ ამ ბოროტებაში. და ჯოჯოხეთიც ამიტომ არის ნათქვამი, რომ მომზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. ამიტომ ჩვენ არ ვპატიობთ მათ, იმიტომ რომ ღმერთი არასოდეს აპატიებს მათ. ასე რომ არ არსებობს მათთვის გამოსყიდვა, არ არსებობს მათთვის ტრანსფორმაცია და გამოჯანმრთელება. დემონებისთვის ხსნა არ არსებობს. ასე რომ არ ვარ დარწმუნებული, საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ დიახ, მხოლოდ მორწმუნეზე საუბრისას ისინი ბოროტის შვილები არიან და დაუმორჩილებლური შვილები. აქ არის გამოყენებული ეს ფრაზები. და უბრალოდ სხვადასხვა ფრაზები გამოიყენება მათ აღსაწერად. რისხვის შვილები, რადგან მათი ბუნება შეესაბამა ყველაფერს. რაც შეეხება დემონებს, ჩვენ არ ვპატიობთ მათ და არც კი გვჭირდება რაიმე სახის სასჯელის დაწესება, არც მათ წინააღმდეგ ლოცვა, რასაც აკეთებენ ზოგიერთი ექსორსისტები და ვითომ აპირებენ 50-იანებში და პენტაკოსტელებში გავრცელებულია სატანის შეკრა და ასეთი კიდევ რაღაცეები. არანაირად ჩვენ არ გვჭირდება მათზე ლოცვა იმ გაგებით, რომ ჩვენ რაღაცა გავლენის მოხდენა შეგვიძლია. ისინი მთლიანად ღვთის უზენაესი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის ქვეშ არიან, რასაც ისინი სატანის ხრიკებით აკეთებენ. აკეთებენ იმიტომ, რომ ეს ნება მათ ღმერთმა მიცა. გასაგებია? მადლობა მოსვლისათვის.